ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად განახორციელა. რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს მასშტაბით და აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ მათ შორის ბუფერულ ზონებშიც განვახორციელეთ ეს მოხალისეობრივი პროექტი, აი საქართველოსა და გორის მიმდებარე სოფლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. და პროექტის ფარგლებში მოკლედ პირველ ეტაპზე, როდესაც საგანმანათლებლო სესიებში 350-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა 10-ვე რეგიონში განახორციელეთ ეს შეხვედრა. მას შემდეგ უკვე თავად შექმნეს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ალბათ ესეც იყო ამ პროექტის, თავად დაგეგმეს ის საქმიანობები, თუ რა საჭიროება ჰქონდათ თავიანთ თემში, სოფელში, სკოლაში თუ იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ტრიალებდნენ და როგორც თქვენ აღნიშნეთ ამ შემაჯამებულ ღონისძიებაზე, როდესაც შევაჯამეთ ეს პროექტები და დაახლოებით 90-ზე მეტი სამოქმედო გეგმა განხორციელდა საბოლოო ჯამში და საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანი ჩართეს ამ პროექტებში. იყო ძალიან მრავალფეროვანი. მარიამი ალბათ უფრო უშუალოდ თავის პროექტზე ისაუბრებს, მაგრამ მე ჩემს მხრივ ვიტყვი, რა ვიცი, ცხოველები ძაღლებიდან და კატების მოვლიდან დაწყებული არ დატოვეს არც ერთი სფერო, რომ რაღაცა თავიანთი მარცვალი არ ჩაედოთ მოხალისეებს და ის მიზანი, რაც ჩვენ გქონდა, რომ მოხალისეობა გამხდარიყო უფრო მეტად პოპულარული და უფრო მეტ ადამიანს გაეგო. რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მოხალისეობა ზოგადად, როგორც მისთვის პიროვნებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ვფიქრობთ, რომ შევასრულეთ იმ რაღაცა განხორციელებული საქმიანობებით, რაც მათ განახორციელეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ისევ გეგმავენ და ისევ აპირებენ, რომ განაგრძონ და გააგრძელონ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი მეორე მთავარი მიზანი, რაც ამ პროექტით დავისახეთ ჩვენ და ახალგაზრდობის სააგენტომ, ეს იყო, რომ მოგეხსენებათ თქვენ ყოველწლიურად წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნულ ჯილდოს მართავთ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ვისარგებლებ შემთხვევით და თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი პლატფორმაზე Youth Volunteering GZ დარეგისტრებული, გთხოვთ რომ დარეგისტრირდეთ. აი ამ ჩვენი მეორე მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ პოპულარიზება მოგვეხდინა ამ ჯილდოს, ამ ღონისძიების და რაღაცნაირად ეს მადლიერება, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს მოხალისეებს დამწყები და ასევე უკვე შემდგარი მოხალისეების მიმართ უფრო მეტი და უფრო ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწინა ხმა და გვეთქვა და ეს არა ჩვენ helping hand, არამედ მოხალისეებმა, ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, მათ გააკეთეს და განახორციელეს. დიდი მადლობა, მარიამ, თქვენთან გადმოვალ კითხვით, რა ტიპის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევით, რომელ რაიონში თუ რეგიონში, უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ თქვენი საქმიანობის. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩემი სახელია მარიამი, 16 წლის თბილისიდან. მოხალისეობრივ საქმიანობით დაახლოებით 2 წლის წინ დავკავდი, თუმცა აქტიურად სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყე, როდესაც Helping Hand-ის მენტორებისა და მოხალისეების პროგრამაში გავხდი მონაწილე და იქიდან მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიცანი და სხვა პროექტებშიც ვიღებთ მონაწილეობას და თავადაც ვაორგანიზებთ მოკლედ სხვა პროექტებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც ქალბატონმა ნინომ ახსენა, მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისთვის, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და 300-მდე მოხალისე გააერთიანა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ მოხალისეები ვცდილობთ, რომ საკუთარი საქმიანობით მოკლედ თითქმის ყველა სფერო მოგვეცვა და საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განვახორციელეთ. აქტიურად ვსტუმრობდით დღის ცენტრებს, როგორც არის მაგალითად ხანდაზმულთა დღის ცენტრები, რადგან მოგეხსენებათ, რომ მასაკოვანი ადამიანები ხშირად განიცდიან ხოლმე თავს მარტოსულად და ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი საქმიანობით მოკლედ და მათთან უშუალო კომუნიკაციით გვეგრძნობინებინა, რომ ისინი სრულყოფილი წევრები არიან საზოგადოების და ასევე მოხალისეობით უბრალოდ შეძლებული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრებში ვეცნობოდით ცენტრების საქმიანობას, სხვა აქტივობებს ვახორციელებდით ბენეფიციარებთან, ვესაუბრებოდით მათ და გვინდა რომ საზოგადოება მოკლედ იცოდეს ამ ადამიანების შესაძლებლობების შესახებაც. ასევე ბავშვთა დღის ცენტრებშიც დავდიოდით, ვაცნობდით ჩვენ საქმიანობას, ვესაუბრებოდით ჩვენს თანატოლებს და მათი სახითაც გვინდოდა რომ მოკლედ მეგობრები გაგვეჩინა. ბუნებრივია დღის ცენტრების ვიზიტის გარდა სხვა აქტივობებსაც ვაკეთებდით, როგორც არის მაგალითად გარემოს დაცვითი საქმიანობა. ჩვენ ნაგვისგან დავასუფთავეთ მოკლედ სხვა რეკრეაციული ზონები, მაგალითად დიღმის ტყე-პარკი, ლისის ტბა, გდანის ტბა. რადგან ეს პარკები ძირითადად რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს საზოგადოებისთვის და გვინდოდა რომ მოკლედ გაგვანალიზებინა საზოგადოებისთვის ამ ადგილების სისუფთავე და სისუფთავე რატომ არის მოკლედ მნიშვნელოვანი რომ
ძირითადად ადამიანები სარგებლობენ მოკლედ ამ პარკებით და ამიტომ ასევე სხვა პროფორიენტაციისა და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრებით ჩავატარეთ. ვაცნობდით მოკლედ სხვა ჩვენს თანატოლებს მოხალისეობრივ საქმიანობას, ორგანიზაცია Helping Hands, რას ვაკეთებდით ჩვენ და მოუწოდებდით რომ თავადაც გამხდარიყვნენ მოკლედ მოხალისეები. საკმაოდ დატვირთული აქტივობები გქონდათ, როგორც მივხვდი. მარიამ, რატომ არის მოხალისეობა შენთვის მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ კეთილსაქმეს აკეთებ, რაში გეხმარება, რა უნარების გამომუშავებაში და რაში დაგეხმარება ეს მომავალში? კი, მოხალისეობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ რომ მოხალისეობა მართლა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება 1 წლის წინ, როდესაც გავიცანი ძალიან ბევრი აქტიური და თანამოაზრე ახალგაზრდა და ვფიქრობ, რომ მოხალისეობა ყველას აძლევს საშუალებას, რომ გარდა იმისა, რომ კეთილი საქმე გააკეთონ და საზოგადოებაში თავისი წვლილი შეიტანონ, ასევე განვითარდნენ პიროვნულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გამოცდილებას იღებ, ძალიან ბევრ ცოდნას იღებ, ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ და აი მაგალითად ახლა ამ პროექტების განხორციელებით ჩვენ მაგალითად თავად როდესაც ვაორგანიზებდით, პროექტების მართვის გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ აი კარიერული და პერსონალური წინსვლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაკავება და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი მოხალისე ყავდეს საქართველოში და უფრო მეტად მოხდეს მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რომ ყველა დაკავდეს აღნიშნული საქმიანობით. როგორ ვფიქრობ, ასაკი აქვს მოხალისეობას? აი კიდევ რამდენი ხანია პირებ რომ ამ აქტივობებში იყო ჩართული? მოგეხსენება რომ ასაკთან ერთად ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს სამსახური და ასე შემდეგ. როგორ ვფიქრობ, რამდენ ხანს გააგრძელებ? მოხალისეობას არ აქვს ასაკი, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაკავდეს ამ კეთილი საქმით. მოხალისეობრივ საქმიანობით მინდა რაც შეიძლება დიდ ხანს დავკავდე და მომავალშიც მოკლედ გავაგრძელო ეს საქმე და არ გაჩერდეს ეს საქმიანობა, როდესაც მაგალითად სკოლას დავამთავრებ ან უნივერსიტეტს დავიწყებ და მინდა რომ რაც შეიძლება დიდ ხანს მოკლედ ჩემი წვლილი საზოგადოების განვითარებაში შევიტანო და მინდა რომ სხვებსაც მოუწოდო მოკლედ რომ დაკავდნენ ამ საქმიანობით, იმიტომ რომ ძალიან კარგი საქმე არის და შესაძლებლობით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავხადო ორგანიზაცია Helping Hands ახალგაზრდობის სააგენტოს, იმიტომ რომ სწორედ მათი მხარდაჭერით ხდება მოკლედ ამ პროექტების განხორციელება და ახალგაზრდებისთვის აღნიშნული შესაძლებლობების მიცემა. ნინო, ისე თქვენთან დავბრუნდებით, თქვენც მინდა გკითხოთ ასაკზე, თუ არის შესაძლებელი რომ მოსწავლეების გარდა შედარებით უფრო ასაკიანი ადამიანებიც ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და თუ გაქვთ ასეთი პრაქტიკები? ჩვენ 16 წელია უკვე ამ მიმართულებით მუშაობ და რაღაცნაირად ჩვენში და კვლევასაც ვახორციელებთ ხოლმე, რა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან ზოგადად მოხალისეობით. მართალია ჩვენ არასოდეს არ გამოვყოფთ ხოლმე ასაკობრივ ბარიერს, მაგრამ მაინც უფრო აქტიურები არიან სკოლის ასაკის ახალგაზრდები, მოზარდები, შემდეგ მოდის სტუდენტები და 29+-ის ადამიანებიც ყავს. ჩვენ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში აი უკრაინელებისთვის ქონდა მაგ ქართული ენას ვასწავლეთ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს და მაგ პროექტში სხვათა შორის ჩაერთო უკვე პროფესიონალი შემდგარი რის ნაკლებობად ზოგადად ჩვენ ორგანიზაციაში არის ხოლმე და ზოგადად მე მგონი საქართველოში მას შემდეგ რაც მუშაობას ვიწყებთ, ვფიქრობთ რომ არ არის მოხალისეობისთვის შესაბამისი დრო და საშუალება, მაინც ყავდნენ. შესაბამისად თქვენ კითხვას რო უპასუხოთ, უფრო მეტი სამუშაო არის 29+-ის ზემოთ ადამიანებთან და უფრო მეტად ალბათ ჩვენი მინუსიც არის ეს, რომ უფრო მეტი მესიჯი, უფრო მეტად უნდა დავანახოთ მათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის მე რა რომ თქვათ მარიამს თუ სხვა მიზანი აქვს რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად და კარიერული წინსვლაც ახსენა მან, ის ვინც შემდგარი არის, სხვა რესურსით შეიძლება ეს ყველაფერი მოახმაროს საზოგადოებას და არა მარტო საზოგადოებას, საკუთარ თავსაც და შესაბამისად, ხო, ანუ მნიშვნელოვანი ეს საქართველოში არის ჯერჯერობით ეს და საზღვარგარეთ და მოგეხსენებათ სხვა ქვეყნებში უფრო მეტად პოპულარული არის 29 წლის ზემოთ ადამიანებში მოხალისეობა, მაგრამ ასეთ ჩვენც ნელ-ნელა შესაბამისად ვფიქრობთ რომ მოგვემატებიან ამ საკის ადამიანები.